მოგესალმებით მეგობრებო. მოგეხსენებათ თელ საქართველოში მოგზაურობ და გზად თუ რამე საინტერესოს აღმოვაჩენ, ან რაც მე მგონია რომ საინტერესო და დასაფასებელია, ყოველთვის ვცდილობ იმ ყველაფრის ვიდეოზე გადაღებას და თქვენთვის მოწოდებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის გმირთა ხსოვნისადმი შექმნილ მემორიალებს, რომელი პერიოდისაც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი. ახლა სოფელ ლესიჭინეში ვარ და აქაც აღმოვაჩინე ასეთი ადგილი. აი ეს ლესიჭინეს ცენტრია და ამ ცენტრში არსებული დიდი სამამულო ომის გმირთა ხსოვნის მემორიალი. აი ასეთი ძალიან ლამაზი მონუმენტი დამხვდა ლესიჭინეში. ისე როგორც მთელი საქართველოდან ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ამ წლებში 1941-45 წლებში ლესიჭინედანაც უამრავი ვაჟკაცი ადამიანი გაემართა ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და მათგან დიდი უმრავლესობა ცოცხალი ვერ დაბრუნდა. აი იმ ლესიჭინელთა გვარებია ეს, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. აი ეს ამ სოფლიდან წასული გმირების სახელებია და ნახეთ, სხვათა შორის უამრავი სიჭინავაა და როგორც ჩანს ძალიან ბევრი სიჭინავაა. შეხედეთ, აი თითქმის სიჭინავას გვარია. უმეტესობა რა თქმა უნდა. ხო, აი ეს იმ გმირების სია, რომლებიც ამ სოფლიდან ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შეეწირა. ყველა სხვა მსგავს ვიდეოში ვამბობ, ის ვინც პატივს არ სცემს გმირებს, ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ და რომლებსაც თქვენი ბებიები, ბაბუები, მათი დები, ძმები და მოკლედ არც ისე შორეული წარსულის ჩვენი ნათესავები ერქვათ და ქვიათ და ყოველთვის ასე ერქმევათ და ვინც ამ ხალხს არაფასებს, არ ამგონია ის ძალიან საღაზრთან იყოს ახლო რამე მდგომარეობაში. ის რომ ისინი საბჭოთა კავშირის დროს იბრძოდნენ და სტალინის სახელით იბრძოდნენ ჰიტლერის ფაშისტური გერმანიის და მისი გაერთიანების და მოკავშირეების წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უბრალოდ მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იცოდე ისტორია, რომ დააფასო ის გმირები, რომლებიც მთელი საქართველოდან, თითქმის ყველა სოფლიდან და ყველა რაიონიდან დიდ სამამულო ომში საქართველოს დასაცავად წავიდნენ და საქართველოს იცავდნენ. და დიდი მხედართმთავარის, გენერალ სიმუსის, უძლიერესი ქართველის, სტალინის სახელით ეს ბრძოლა მოიგეს. თუმცა 1953 წლის შემდეგ ხრუშოვისა და მისნაირი მოღალატეების და დღესაც ყავს მიმდევრები ხრუშოვს დამსახურებით აი ამ ადამიანთა სახელების შეურაცხყოფას ცდილობენ. პრინციპში არ გამოსდით, მაგრამ მაინც დიდება ყველა ქართველ გმირს.